საქართველოს, რომელშიც გვეამაყება ცხოვრება. ქართველი მთავარ ამაყა! ხოდა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად გათენდება. გამარჯობა. ეს არის არხი უმრავლესობა. ჩვენ ვართ სტუდენტთა ჯგუფი, რომლებმაც ერთმანეთი პროტესტში გაიჩინეს. ეს არის სტუდენტების არხი, რომლებიც შევეცდებით, რომ ცოტათი სხვანაირად გიჩვენოთ პოლიტიკა. გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე და მოიწონეთ ვიდეო. რეალობა იწერება იქ, სადაც ძალა და შედეგია მთავარი. 2016 წელს პოლიტიკაში ტრამპის მოსვლამ ორი რამ გვაჩვენა. პირველი, ის რომ ტრამპი პოლიტიკაში მოდის და მეორე, ის რომ ანტიტრამპიზმი ტრენდულია და პოპულარული. ბრძოლის რა ხერხი არ გამოიყენეს, რა მეთოდს არ მიმართეს, მაგრამ 2024 წელს ჟღალი მიმინო ამერიკაში იმარჯვებს და იმარჯვებს აბსოლუტურად. თან ამავდროულად ხდება 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი, რომელიც პოპულარული ხმითაც კი იგებს. ანტიტრამპისტული რიტორიკა არის ხშირად ყოველთვის თუ არა მუდმივი კრახის ქრონიკა. გახსოვთ 2016 წელი? მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის არჩევა დასავლური ცივილიზაციის დასასრული იქნებოდა. რომ ის რუსეთის აგენტია და ამერიკას იზოლაციაში მოაქცევს. და რა მივიღეთ შედეგად? ტრამპი დაბრუნდა და გააკეთა ის, რასაც თქვენი ნორმალური ბრჭყალებში ნორმალური ლიდერები ათწლეულები ვერ ბედავდნენ. ირანის უზენაესი ლიდერი მკვდარია. ირანის ფლოტი ზღვის ფსკერზეა. მთელი მათი გამდიდრებული ურანი ამერიკული ბომბების მიერ მოყოლილი ბეტონის ნანგრევების ქვეშაა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ტრამპის არგუმენტირებული კრიტიკაც და სწორედ ეს იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. ჩემს პოზიციებს შეგვიძლია ტრამპისტული უწოდოთ განსხვავებით ჩვენი დღევანდელი სტუმრისგან. გადაცემის სტუმარი არის გია ლონდინი. მოგესალმებით, ბატონო გია. როგორ გითხოთ პირველ რიგში? კარგად, მადლობა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც ესეთი თანამდებობა უმნიშვნელოვანესი არის, ვინც არ უნდა იკავებდეს მის პოსტს და ყოველთვის საინტერესო არის, მოკლედ ამერიკის პრეზიდენტზე საუბარი, განსაკუთრებით საინტერესო არის, როცა ისეთ თრონგმენზე ვსაუბრობთ, როგორიც არის ტრამპი, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ისტორიას ქმნის და ისტორიას ცვლის. მიმართულებით მიყავს სამყარო, რომელიც ვიღაცებისთვის მოსაწონია, ვიღაცებისთვის არც ისე. თუმცა ამ ორ ტრიალში, რასაც ვაკვირდები ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან, თუნდაც 2016 წელს, 2020 წელს, კრიტიკა ხშირ შემთხვევაში არის საფუძველ გარეშე, ფუჭი და არის კრიტიკა მის პიროვნების მიმართ და ამ მომენტში მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს ის ნამდვილი არგუმენტები, რომელიც არსებობს ტრამპის საწინააღმდეგოდ და სწორედ ამას ასაუბროთ მოგიწვიეთ დღეს. მე და ამაზე მინდა ვისაუბროთ, რომ მართლა ვისაუბროთ ისეთ რაღაცებზე, რაც შეიძლება არ მოგწონდეს ობიექტურად ტრამპში მიუხედავად ჩვენი რაღაცა დადებითი თუ უარყოფითი განწყობისა მის მიმართულებით, მისდამი და დავიწყოთ. თქვენ როგორც შეაფასებდით მის მმართველობას, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, ეს იდეა მოგვივიდა, თქვენ მოგვიწევთ ამ გადაცემაში, როცა თქვენი პოსტი წავიკითხე ტრამპთან დაკავშირებით. გულისხმობ პოსტს აი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაკავშირებით, როცა უკვე მან პოსტი დაწერა ცივილიზაციის დასრულების შესახებ და შემდგომში უკვე მოლაპარაკებები ისლამაბადში 21 საათიან, რომელიც ამ მომენტისათვის ჩაიშალა და ამ პოსტის მერე ასევე ერთი მომენტი არის ის, რომ სრული იზოლაცია ბრძანა ტრამპმა ამ სრუტის სრული ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, და მოკლედ ამ მომენტიდან შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტრამპი არის ტრანსფორმაციული ლიდერი, იმ თვალსაზრისით, რომ მან ამოატრიალა ამერიკის პოლიტიკა, ასე ვთქვათ. მან ჯერ ამოატრიალა რესპუბლიკური პარტია აბსოლუტურად სხვა რამეა დღეს, ვიდრე იყო 2015 წელს, ვთქვათ, სანამ ტრამპი შემოვიდოდა პოლიტიკაში. ეს კარგია თუ ცუდია სხვა თემაა, მაგრამ შეცვალა. და რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც ორჯერ აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ამერიკის პოლიტიკის რაღაც თავისებურებები შეცვალა. როცა 2016 წელს აირჩიეს, ეს რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ ეს რაღაც გამონაკლისია, რაღაცა უნებრივი რეზონანსა დაღიქვა, რაღაცა გადახვევა და აი ბაიდენი რო აირჩიეს, როგორც ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ნორმი, როგორც ინგლისურად ამბობენ, ანუ ნორმალური პოლიტიკოსი, ჩაითვალა, რომ ეს ტრამპი რაღაც ცუდი სიზმარი იყო და მორჩა და მერე 24-ში რომ აირჩიეს ისევ, ესე იგი არ ყოფილა ცუდი სიზმარი. უნდა აღინიშნოს, რომ 24-ში 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი გახდა, ვინც შტატების ხმებთან ერთად პოპულარული ხმითაც გამარჯვება.
გაცილებით უფრო დამაჯერებელი გამარჯვება იყო, მაგრამ მეორე გამარჯვება იყო და ამიტომ რეაქცია სრულიად განსხვავებული იყო, ხო? ანუ 2016 წელს რაღაც წინააღმდეგობის მოძრაობები დაიწყო ანტიფა და რაღაც ძაფრი რეაქცია იყო უფრო 2024 წელს უკვე შეეგუენ რომ ახლა ვიღაც ამბობს რომ ფაშისტია საიზღარია და რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად უკვე ნორმალურად აღიქვეს, მაგრამ აი რა მიმართულებით შეცვალა, ცხადია რომ შეცვალა ტრამპმა პოლიტიკამ, ესა პოლიტიკური ველი შეცვალა, ლანდშაფტი პლიან შეცვალა, მაგრამ როგორ შეცვალა, ანუ რა მიმართულებით შეცვალა, ეს არ არის ცხადი, ანუ იმიტომ რომ ტრამპი არ არის რაღაც იდეოლოგიის, თანმიმდევრული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსი. ტრამპი ეს არის რაღაც პოპულისტ ეძახიან, ხო, სრულიად მისაღები ტერმინია ამ შემთხვევაში, მაგრამ პოპულიზმი ესაა წინააღმდეგობის მოძრაობა. თავის შინაარსით ის არის რეაქცია რაღაც მოვლენებზე, რაღაც ასე ვთქვათ, იმაზე, რომ ამერიკის ლიბერალური ელიტები ტრამპიც ამ ტერმინს ხმარობს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენც ვიხმაროთ, ერთგვარად დაშორდა ამერიკის მოსახლეობის რაღაც უმრავლესობას თავის შეხედულებებით ძალიან მარცხნივ გადაიხარა. მართლაც ეგრე იყო თუ ეს? არა, ჩემი აზრით აბსოლუტურად ასე იყო. ანუ ეს ტრამპამდე, მანამდე ასე ვთქვათ, კვლევერები ამბობდნენ ამას, რომ დიდი უფსკრული გაჩნდა ცხოვრების სტილში, ზოგად შეხედულებებში ელიტასა და ხალხს შორის, რომელიც მანამდე არ იყო. ფენომენი ეკონომიკური მხარეც გასაგებია, სოციალურ რო შევეხოთ, ანუ ეკონომიკურით, მაგრამ უფრო კულტურული და კულტურული თვალსაზრისით. კი ბატონო, რომ შევეხოთ, ანუ რას სხვადასხვა ერია თითქოს ითხოვდნენ ეს სხვადასხვა ყავასვამი, მე რო ჩავედი 90 წელს, ყველა ერთნაირ ყავასვამდა ცუდს. მაგრამ 2000 წელს უკვე ელიტა სვამდა კაპუჩინოს და რაღაც კარკავებს და სტარბაქსი შეიქმნა სწორედ იმ პერიოდში და უბრალო ხალხი დარჩა იქ. ანუ სხვადასხვა ტელევიზიას უყურებენ, ანუ სხვადასხვა გაგება აქვს, სხვადასხვა ღირებულებები აქვს, სხვადასხვა კულტურა აქვს და რაღაცნაირად ამ ეგრეთ წოდებულ უბრალო ხალხს აქვს განცდა გაუჩნდა, რომ ეს ელიტა ზევიდან უყურებს და რაღაც თავს ახვევს რაღაც მისთვის უცხო ღირებულებებს და ისევ გვერდზე გადავდოთ რა არის კარგი, სწორი ღირებულება, რა არის არასწორი, მაგრამ ეს ქედმაღლო ელიტის ქედმაღლობის წინააღმდეგ პროტესტი გახდა ამერიკული საზოგადოების, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელი და თან იდეოლოგიურად თუ დემოკრატიული პარტია, ასე ვთქვათ, იყო უფრო ცენტრისტული, დღეს განსაკუთრებით აი ტრამპის პირველად არჩევამაც შეუწყო ხელი ამას, ანუ ტრამპმა რესპუბლიკური პარტია გარდაქმნა, მაგრამ დემოკრატიული პარტიის გავლენა მოახდინა, ეგრეთ წოდებული ვოუკიზმი რო დაერქვა, ანუ კულტურული მემარცხენეობა, ოღონდ უკიდურესი სახით და რაღაცნაირად აი ამის წინააღმდეგ პროტესტიც გამოიხატა შეიძლება ტრამპის მეორე არჩევაში, ასე ვთქვათ, ანტივოუკიზმი. მაგრამ როგორც ისა, როგორც დავამთავრო, ეს არის პროტესტი. ანუ გასაგებია ტრამპი რის წინააღმდეგ პროტესტს განასახიერებს, მაგრამ აი რა იქნება ტრამპის მემკვიდრეობა? ხანდახან ამობენ სიტყვა ტრამპიზმს, მაგრამ მე არ მესმის რა არის ტრამპიზმი. არ არის ტრამპიზმი. არ არსებობს ტრამპიზმი, არსებობს ტრამპი. არსებობს მოცემულობა და არსებობს ის მე როგორ მოიქცეოდა ტრამპია მოცემულობაში, ხო, ეს როგორც ესეთი გაწერილი დოგმა არ არსებობს. მე მაგალითად არ ვიცი, რომ ყოფილიყავით ისეთ პარალელურ სამყაროში, სადაც ამერიკას არ ექნებოდა ის გამოწვევები, რაც ჰქონდა და მაგას მინდა შევეხოთ, ჩემი აზრით, ტრამპი ყოველ შემთხვევაში გაუჭირდებოდა ხელისუფლებაში მოსვლა პირველ ჯერზეც და მეორე ჯერზეც. მაგრამ როცა ვსაუბრობთ, ეს ბატონი დონალდი არის ბუნებრივი რეაქცია საბოლოო ჯამში და მინდა ვისაუბრო იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ეს ბუნებრივი რეაქცია. როცა იწყებენ ხოლმე ტრამპის კრიტიკას და აკეთებენ ამას საფუძვლიან თუ უსაფუძვლო და ავიწყდებათ ვინ დგას მეორე მხარეს. რა არის მონეტის თუ მედლის თუ ასე შემდეგ და შემდეგ მეორე მხარეს, ანუ რა არჩევანი ჰქონდათ ამერიკის მოსახლეობაში ტრამპსა, რომელიც პირდაპირ იმათ პირდებოდა თუ საუბრობთ პოპულიზმზე, პოპულიზმი არის პოპულარული. ხო. მაქედანაც მოდის ზუსტად ხალხს აძლევ, რაც უნდა რომ მიიღოს და მისი გაგონებაც უნდა და ეს ცხადია რომ ეს მუშაობს. თუმცა მე მაინც მინდა იმაზე ვისაუბრო, რამაც გამოიწვია ეს ბუნებრივი რეაქცია. მეორე მხარეს იყვნენ ადამიანები,
რომლებისთვისაც ის საფუძველი, ის ფუნდამენტი, რომელზეც დაშენდა და რომელზეც ფაქტობრივად აყვავდა ამერიკული ცივილიზაცია, იქნება ის ინდივიდუალური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, კერძო საკუთრება, არ ვიცი, პირველი ჩასწორება, მეორე ჩასწორება, ამერიკის კონსტიტუცია და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს ყველაფერი მოკლედ ამ ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში ღირებული არ იყო, ეს იგრძნობოდა როგორც სიტყვიერად, ასე ფიზიკურად, როცა არ ვიცი, პირდაპირ კონსტიტუციას არ ღვევდნენ, როცა სხვებს საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ, ან როცა პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აზრის გამოთქმის გამო ჩვენ ნახეთ, არ ვიცი, დიდი რეზონანსი გამოიწვია იმან, რომ არ ვიღაცებს კლავდნენ აზრის გამოთქმის გამო და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია, რომ იყო ზუსტად გადმოძახილი იმისა, რასაც იმ პოლიტიკისა, რასაც ეს ადამიანები ქმნიდნენ. ეს იყო, არ ვიცი, ღია საზღვრები, როცა ბაიდენს ადანაშაულებენ იმაში, რომ არ ვიცი, ათეულობით მილიონი ადამიანი შევიდა ამერიკის მიწაზე, ეს მოხდა არალეგალურად. ეს იყო ფაქტობრივად ძალიან დიდი რამ, რამაც განაპირობა შემდგომში ტრამპისათვის რაღაცა ქულების მინიჭება. ხო და როცა ვსაუბრობ ტრამპზე და მის კომპეტენციაზე, ჩვენ გვავიწყდება ვინ არის მეორე მხარეს. ვინ შეიძლება ყოფილიყო და იქ ჩვენ ვნახეთ, ხო? ბაიდენი, რომელიც ვადის დაწყებიდან ბოლოსკენ უკვე ჩვენ ხედავდით დეგრადაციას, მისი ფაქტობრივად ყველა მიმართულებით დეგრადაციას. ახალგაზრდა ბაიდენის ვიდეოები ნანახი გვაქვს და ძალიან მოგწონს, თუმცა ფაქტობრივი გარემოება იყო ის, რომ ახალგაზრდა დიდი ხანი არ არის და ყოველ შემთხვევაში უჭირდა ის, რასაც ტრამპი ახალგაზრდა ისე. კი, აღარც ტრამპი არის. ხო, აი ბაიდენი, შემდგომში ვნახეთ, რომ ბაიდენი გამოითიშა ბრძოლას, მოვიდა კამალა, რომელმაც წააგო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პრობლემა იყო არა ადამიანში, ამ შემთხვევაში ბაიდენში თუ კამალაში თუ არ ვიცი, ვინც არის ახლა ყველაზე პოპულარული დემოკრატებში, გევინ ნემსომი რო ყოფილიყო თუ AOC თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, საბოლოო ჯამში ის, რასაც ეს ადამიანები ქადაგებენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის არჩევნები და ამერიკის გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკაში კონსერვატული ძალები გაიზარდა და გაძლიერდა, იგივეს ვაკვირდებით მე ევროპაში. ვთქვათ, დემოკრატები იმარჯვებენ და მემარცხენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, იგივეს ვაკვირდებით ჩვენ ევროპაში და სხვა ქვეყნებშიც მათ შორის. ანუ ამერიკა ხშირ შემთხვევაში არის რაღაცა სიმძიმე, რომელიც ცვლის და განაპირობებს სხვა ყველა დანარჩენს და ხო და ჩემი აზრით, რაც არ უნდა ცუდი თუ კრიტიკული თუ არასწორი შეფასება მივცეთ ტრამპს, ის რაც იყო მის საპირწონედ, ანუ ის რა არჩევანიც ჰქონდათ ტრამპს მიღმა ამერიკის მოსახლეობას, ჩემი აზრით აბსოლუტურად ყოველთვის. იქნება ეს 16 წელი, იქნება ეს 24 წელი, ყოველთვის გააკეთებენ იგივე არჩევანს, როცა არის აქეთ მხარეს ვოუკიზმი, აქეთ მხარეს არის გლობალიზმი, ოღონდ მისი რადიკალური და მაღინჯი ფორმით, აქეთ არის ღია საზღვრები, აქეთ არის, არ ვიცი, სიტყვის არათავისუფლება, არაკერძო საკუთრება, არა ინდივიდუალური თავისუფლება, მოკლედ ყველაფერი ის, რასაც ტრამპი პოპულისტურად, ობიექტურად თუ სუბიექტურად ებრძვის, ტრამპი ყოველ შემთხვევაში დარჩება გამარჯვებული. მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ არსთან დაკავშირებით, არა ტრამპთან, არა მის მოწინააღმდეგესთან, არამედ ის რასთანაც უწევდა ბრძოლა ტრამპს მთელი ამ დროის განმავლობაში. კი, მე პრინციპში აბსოლუტურად გეთანხმებით, რაც ილაპარაკეთ, ტრამპი მე არ მომწონს, პირდაპირ უნდა ვთქვა, ბევრი რამე რასაც ის აკეთებს არის პრაქტიკულად ადამიანურად უღირსი, მაგრამ ტრამპი ჩემთვის გასაგებია, როგორც რეაქცია სწორედ მეორე მხარის ქმედებებზე და ამ თვალსაზრისით, ეს მეორე მხარე დაპასუხისგებელია ტრამპის ფენომენზე, იმიტომ რომ ტრამპს შეიძლება მე ძალიან არ მომწონდეს რაღაცები, მაგრამ მე ახლა როგორც პოლიტიკის მკვლევარი უყურებ როგორც თავსატეხს. რანაირად მოხდა, რომ ეგეთი კაცი გახდა ამერიკის პრეზიდენტი ორჯერ, რაც ვერ წარმოედგინა ვერავის. ხო, მე მახსოვს რაღაც ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში, როცა ეს პრაიმერიზები იყო წინასწარი არჩევნები. ყველა იცინოდა კადრები არის. ხო, რომ ესე იგი ჩემს რესპუბლიკელ მეგობრებს ვესაუბრებოდი, სადღაც თქვა იანვარში, ჯერ არ იყო პრაიმერიზები დაწყებული, მაგრამ გამოკვლევები ტრამპი ლიდერობდა და ესე იგი ეს იქნება მეთქი თქვენი კანდიდატი და იცინოდნენ, რომ აი ეს კლოუნია კაცო ეს ვინ არის, რა კანდიდატია, უბრალოდ ამ ეტაპზე ეგრეა. ხო, ანუ რესპუბლიკელებს ვერ წარმოედგინათ და მერე დემოკრატებს გაიხარდათ. რომ ტრამპი იყო, იმიტომ რომ ამას კლინტონი, ხო, ჰილარი კლინტონი ჩვენი ადვილად დაამარცხებს, ეს ხო გიჟია და ორივე ჯერზე მოუგონდა. და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, ანუ ეს თავსატეხია, ხო, რანაირად მოხდა, რომ ეგეთი კაცი ასე გახდა ჯერ რესპუბლიკელების ლიდერი და მერე ორჯერ პრეზიდენტი და ამას ხსნის ჩემი აზრით სწორედ მეორე მხარე.
რომ მეორე მხარე რაღაც არაადეკვატური გახდა და ეს თქვენ ჩამოთვალეთ ახლა სხვადასხვა ნიშნები, მაგრამ პრაქტიკულად ახლა ყოველთვის მემარცხენეები არიან კრიტიკულები რეალობის მიმართ და ეს თავისთავად კარგია. ცხადია და კარგია, ხო, კრიტიკული. ამიტომ რასიზმი და შავკანიანების მონობა ძალიან ცუდი რამე იყო და ეს თქვა პირველწოდვაა, ასე ვთქვათ, ამერიკის ისტორიის და ცუდად ექცეოდნენ ინდიელებს. ახლა გენოციდი ჩემი აზრით არასწორია რომ დაუძახოთ, მაგრამ ცუდად ექცეოდნენ. ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის ისტორია გაუთანაბრო მონობის და გენოციდის ისტორიას. თითქოს აი ამერიკელების იდენტობას განსაზღვრავს ეს ის ხალხია, ვინც აწვალებდა ზანგებს, ასე ვთქვათ და ინდიელებს, ხო? რომ ეს არის მთავარი და ნუ რომ თეთკანიანი რო ხარ, ესე იგი ავტომატურად რასისტი ხარ. თეთკანიანებს უთხრეს, რომ თქვენ რასისტები ხართ და საჯრები ხართ. იმიტომ რომ თეთკანიანები ხართ და ნუ ცოტა ძნელია რომ ის თეთკანიანი არ გაბრაზდეს. არ გაბრაზდეს, როცა უმრავლესობა ქვეყანაში არის თვითონ. არა, ერთი უმრავლესობაა თვითონ და მეორე დემოკრატია შექმნეს თეთკანიანებმა, ხო, ამერიკის და მეორე მონობაც ვინ შეწყვიტა ის მონობა. ბრიტანეთმა ძალიან დიდი რესურსი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსი დახარჯა პირდაპირ მნიშვნელობით იმაში, რომ მონობა შეწყვეტილიყო სოფლიოში. ეს ავიწყდება, გასაგებია რომ გავიწყდებათ კი არ არის. გასაკვირის კი არ არის სადღაც მონობაა. გასაკვირია რომ შეწყდა ეს მონობა. ეს უფრო გასაკვირი. ანუ ეს არის გასაკვირი და რატო შეწყდა ეს? თავისთავად კი არ შეწყდა. ვადა კი არ გაუვიდა მონობის ინსტიტუტს, არა. როგორც თქვენ ინგლისელებმა და განსაკუთრებით ესა ქრისტიანული ჯგუფები იყო ფაქტურად ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფები დაიწყო მონობის წინააღმდეგ ბრძოლი და ესენი იყვნენ ქრისტიანი აქტივისტები რომ აი ბიბლიას ეწინააღმდეგება ქრისტიანობას ეწინააღმდეგება რომ ერთი ადამიანი განიხილო ნივთად როცა ის არის ღმერთის რაღაც ღმერთის სადარი არსება ხო ნუ აი და ამერიკელებმა იბრძოლეს სისხლი დაღვარეს იმისთვის რომ მონობის ინსტიტუტი ხო ანუ სკვერპლი გაიღეს იმისათვის რომ მონობა შეწყვეტილიყო ხო და ანუ სულ მცირე ორივე მხარე უნდა დაინახო რომ მონობა იყო მაგრამ ისევ თეთკანიანების ასე ვთქვათ ბრძოლით ნუ შეწყდა ეს მონობა და ეს არის ამერიკის სპეციფიკა ის კი არა რომ მონები ყავდათ იმიტომ რომ ყველას ყავდა მონები ხო ჩემი წინაპრები, ნუ მეგრელი ვარ და ყიდნენ თავის ნათესავებს თურქეთში მონებად. და ნუ ეს არის რა, ჩვენი მემკვიდრეობაა ისტორიული, ხო ესეც. და ჩვეულებრივი ამბავი იყო მონობა, მაგრამ მონობის შეწყვეტა და მონობის და ამისთვის სკვერპლის გაღებაა დასაფასებელი. ვიღაცებს უყურებთ რატო გაიმარჯვა ტრამპი, მაგაზე მინდა ზუსტად ახლა შეიძლება რაღაც წარმოვიდგინოთ ისეთი სამყარო, სადაც ეს თეთკანიანების პროტესტს არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა. შეუძლებელია ასეთი რამე. და ნუ გარკვეულ უნდა ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გასაკვირი შემთხვევით ის არის რომ მართლა რასიზმი არ განვითარდა. ნუ რასაც ამობენ ეს არის თეთკანიანი ნაციონალიზმი, რომელსაც ხშირად კრიტიკოსები ეძახიან რასიზმად. ეს არის ნუ თეთკანიანი ნაციონალიზმი თავდაცვითი გარკვეულად, რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩაგრავდნენ თეთკანიანებს თეთკანიანობის გამო ხო ფაქტურად ასე იყო უნივერსიტეტში თუ არ მიგიღეს და მე სამსახურში თუ არ მიგიღეს ამის გამო ჩაგურა ქვია ამას აბა რა ქვია და ნუ ამ ჩაგურის წინააღმდეგ მოძრაობა იყო თავისთავად რასიზმი ეს არ არის და ესეც დავამატებ რასიზმზე რომ დავამთავროთ საუბარი ყველანაირი გამოკვლევით ობიექტური სოციოლოგიური გამოკვლევით რასიზმი არის რადიკალურად შემცირებული ამერიკაში ეს შეიცვალა მაგრამ ამას კი არ უფასებს ვინმე არამედ ეუბნებიან რომ შენ თეთკანიანი ხარ მარსადამე რასისტი ხარ. ხო აი ასეთი რაღაცეები გახდა ჩვეულებრივი და ნუ რაღაც შიშის ფაქტორმა დაისადგურა ამის გამო. და რომ აი ესე იგი ეს უკვე დემოკრატიის პრობლემაა. ახლა ხშირად ამბობენ ტრამპს აბრალებდნენ რომ ის დემოკრატია არ არის ავტორიტარული მართველია და გარკვეულად სწორია. ხო ის მისი გარკვეული ნაბიჯები არის არადემოკრატიული, მაგრამ მაგალითად რაღაც არჩევნების შედეგი არ მიიღო 2020-ში ყოველგვარი საბუთების გარეშე, ხო? და რაღაც მოუწოდა ხალხს რომ არ მიიღოთ არჩევნების შედეგები და
ზეწოლა იყო მაიკ პენსზე. საინტერესო ამბავი არის ის, რომ აი არ BBC-ზე სხვათა შორის საქმე აღიძრა, მე უკვე როცა 2024 წელს კვლავ გაიმარჯვა ტრამპმა. თან ცოტა შევცვალა თემა, იმიტომ რომ აქით უფრო საინტერესო ამბები გველოდება. BBC-ს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, იმიტომ რომ ჩასწორებული ვერსია გაუშვა BBC-მ ტრამპის. ეს ვიდეო ტრამპის მიმართ სამართლო რო იყო მედია ამერიკულიც და ამ შემთხვევაში BBC-ც ამაზე არ არის ეჭვება რა. პირდაპირ უსამართლობაზეც არა, ანუ უსამართლობა არა სუბიექტ. არა, გასაგებია, ხო, ფაქტობრივი არა ვიდეო დაუმონტაჟეს და ამან გამოიწვია შემდგომში უკვე. კი, არა, ესეც არის, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არ მიიღო მან არჩევნების შედეგები და მოუწოდა თავის მომხრეებს რომ არ მიიღოთ არჩევნების შედეგები. შვიდობიანი პროტესტი არა, შვიდობიანიც არ იყო, შეიჭრნენ. ხო და აი ზუსტად ეგ არის რომ ის მოწოდება რომ აი კაპიტოლიუმში ჩვენ შევიჭრათ და ხალხო არ მივიღოთ არჩევნები და ჩვენ ფიზიკურად გავუძალიანდეთ და რაღაცა ეგ არის ზუსტად ეგ იყო ზუსტად არა ეს გასაგებია მაგრამ არა კი მაგან გაამწვავა ეს მაგრამ კაპიტოლიუმთან მისვლა და შვიდობიანად დგომა იმიტომ რომ არა შეიძლება კი მაგრამ ფაქტობრივად მისი რიტორიკა მთლიანობაში იყო არჩევნების არ მიღება, არჩევნების შედეგის არ მიღება. ჩვენ ხო არ მივიღეთ არა, ნუ ჩვენ მე მგონი გარკვეული საფუძველი ქონდა, იმას არ ქონია საფუძველი. აი, ხო და ეგ არის მაგრამ საზღვარგარეთ ამერიკის დემოკრატია და ჩვენი რაღაცნაირი პოლიტიკური სისტემა ცოტა განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობის მიასკენი, თუმცა მაინც. ვერ გავატონას, მაგრამ რითმა მინდოდა და ხო ჯორჯიაში აწვებოდა გუბერნატორს, რომ ერთი 20,000 ხმა იპოვე სადღაცო და ჩემთან გადმოიცროლეო და რაღაცა და ის რესპუბლიკელი გუბერნატორი იყო ჯორჯიის, რომელიც ამბობდა, რა ვქნაო, არჩევნებში ესე დაიდო შედეგი და ყველაფერი სწორი იყო და ახლა დემოკრატების ის არ იყო დემოკრატების მხარეს, მაგრამ ნუ არ ქონდა საფუძველი იმ გუბერნატორს და ტრამპი აწვებოდა ეს კრიმინალია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ნუ რო აწვებოდა ეს ფაქტია, მაგრამ პრობლემა ის არის, მე დავამთავრებ ისთვისაც წამოვიწყე ეს, რომ სწორია წუხილი იმის გამო, რომ ტრამპი არ არის, ასე ვთქვათ, თავისი განწყობით დემოკრატი ლიდერი, მაგრამ როცა დაიდო რაღაც ეგზიტ პოლების შედეგები და ეგზიტ პოლები მარტო იმაზე არ არის, ვის რამდენი ხმა აქვს, ხო, არამედ რანაირი ხალხი აძლევს ხმას, ხო, ეს იზომება და ხალხი ხო ერთ-ერთი მოტივი რის გამოც წვეთ, რომ ვის მისცა ხმა, შეიძლება იყოს მიგრაცია, შეიძლება იყოს რაღაც ეკონომიკა, მაგრამ ერთ-ერთია დემოკრატია, ხო? და რაღაც იგულისხმობდა, რომ ვის დემოკრატიაზე წუხს, ის აძლევს ხმას ხარის. იმიტომ რომ ტრამპი არის დემოკრატიისთვის საფრთხე, ხო? მაგრამ აი იმ კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც წუხდა დემოკრატიაზე, იმათმა უმრავლესობამ მისცემს ტრამპს. იმიტომ რომ ეს გაუქმების კულტურა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც არის დემოკრატიის შეზღუდვა, ხო? ახლა ამერიკა არის განსხვავდება ამით ევროპისგანაც, რომ მისთვის სიტყვის თავისუფლება ეს არის თითქმის ლამის რელიგიური პრინციპი. კი. ხო, ანუ ევროპაში გაცილებით უფრო ხო, ევროპაში გაცილებით უფრო მეტი სამართლებრივი საფუძველია, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო რაღაც სფეროებში, ამერიკაში არავითარ შემთხვევაში. და აქ კიდევ, ნუ, სამართლებრივად ვერ შეცვალეს ის კონსტიტუცია ცხადია, მაგრამ პრაქტიკულად შეზღუდული, სერიოზულად შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, ხო? და ეს არის დემოკრატიის პრობლემა. და ამიტომ ტრამპი გამოვიდა დემოკრატიის დამცველი ამ თვალსაზრისით. გამოვიდა და დაიცვა კიდევ. კონკრეტული, რაც არ ნიშნავს, რომ თვითონაც რაღაც არ ცდილობს ხვის შეზღუდვას, თქვათ, ხო? რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში, ანუ ტრამპს ამ შემთხვევაში შეიძლება დააბრალოს, ჩემი აზრით, სამართლიანად ფარისევლობა, რომ როცა მისი მომხრეების სიტყვა ზღუდავდნენ, ამისთვის იბრძოდა ხმალამოწყილი, მაგრამ რაღაც შემთხვევებში შეიძლება მასაც დააბრალო, რომ ის ანალოგიურ მეთოდებს იყენებს თავისი მომხრეების წინააღმდეგ, თუმცა არა იმ მასშტაბით. სამართლიანები უნდა ვიყოთ, მაგრამ ფარისევლურია თუ არა ფარისევლური, ეს სხვა თემაა, მაგრამ პრობლემა რეალური იყო და ამ რეალური პრობლემის გამოყენებითაც მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში მეორედ. ბატონო გია, ცოტა უფრო აქტუალურ თემებზეც რო გადაიქ, უკვდავი თემებია და საინტერესო არის ყოველთვის მაგას საუბარი, თუმცა ინტერესი თუ განსაზღვრავს ჩვენი დიალოგის მიმდინარეობას, ჩვენ ვერ მორჩებით და ვერც იმ თემებზე გადავალთ, რომელიც მოგიწვიეთ კიდევაც. ცოტა აქტუალურში გულისხმობ ირანს
და მე თქვენი პოსტი წავიკითხე, აი ბოლო 2 დღე ფაქტობრივად არ არის დიდი პოსტი, პატარა პოსტი არის. არ ვიცი, ლინკს ავტოვებთ ჩვენ აღწერაში და შეიძლება წაკითხვა ჩვენს მაყურებლებს. ეს არის განხილვა იმისა თუ რა და როგორ მოხდა ძალიან მოკლედ ირანში და რის გარშემო რა არჩევანი აქვს მოკლედ ახალ ტრამპს და სიმართლე გითხრათ მე რაღაცებში არ გეთანხმებით. კი ბატონო. რაღაცებში კი რა, ბევრ რაღაცაში არ გეთანხმებით, იმიტომ თქვენთან საუბარი საინტერესო არის, იმიტომ რომ თქვენ განსხვავებით სხვებისგან ობიექტური ხართ და განსხვავებული წარმოდგენა რომ მქონდა და მოლოდინი და ფაქტობრივი გარემოება რომ თქვენ შემთხვევაში განსხვავებულია, სწორედ მაგიტომ მინდა რომ ესე განვიხილოთ. თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, მე უბრალოდ რამდენიმე პოინტს გეტყვით და თითო პოინტი რო განვიხილოთ. მაგალითად, თქვენ ამბობთ რომ ბირთვული პროგრამა საკმარისად ვერ დაზიანდა. ამაზე რას ფიქრობთ, ის საფუძველზე ამბობთ მაგალითად იმას, რომ ბირთვული პროგრამა საკმარისად ვერ დაზიანდა. საკმარისად ეს ბუნდოვანი სიტყვაა, შეიძლება 12 დღიანი ომი რო იყო მანამდე და ერთხელ რო დაარტყა იმითაც დააზიანა და ახლაც საფუძვლიანად დაზიანდა, მე არ ვამბობ რომ ეს არ დაზიანებულა, ან მნიშვნელოვანი არ იყო ეს დაზიანება, მაგრამ არსებობს კონკრეტული სრულიად საკითხი, რომელიც ფართოდ განიხილება ამ ომთან დაკავშირებით, რომ არ მახსოვს რამდენი რაღაც 200 კილო თუ 300 კილო გამდიდრებული ურანი. 450. აი, თქვენ ზუსტად იცით. გამდიდრებული ურანი სადღაც, ასე ვთქვათ, საცავში არსებობს. საცავში ბეტონების ქვეშ და მოყოლილია რაღაცეების ქვეშ, ხო? ეს ყველამ ვიცით, ხო? და ნუ ცხადია ამერიკის ინტერესი და რის გამოც თავარი არგუმენტი, რის გამოც ამერიკამ დაიწყო ეს ომი და ტრამპი რითაც ამართლებს, არის ის, რომ ირანმა რომ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, ეს იქნება კაცობრიობისთვის და ამერიკისთვისაც ისრაელზე რო არაფერი ვთქვათ, რომელიც ყველაზე უფრო მოწყვლადია ამ შემთხვევაში უდიდესი ხიფათის შემცვლელი, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ბირთვულ ირანს, ხო? ეს არის მთავარი არგუმენტი. და ცხადია რომ ეს ომი თუ იდეალური გადაწყვეტა რეჟიმის შეცვლა, გასაგებია, მაგრამ ამას მარტო დაბომბვით ძალიან ძნელია, ვერ მიაღწევ, ამიტომ რეალური მიზეზი იყო ის, რომ ნუ ძალიან რადიკალურად, ასე ვთქვათ, შეფერხებული იყო ბირთვული პროგრამა და ახლა შეფერხდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ აი დღევანდელი მდგომარეობით მოაწერეს ხელი რაღაცას და იმ ნარჩენებს რაღაც ბეტონების ქვეშ ხელი არ დაადეს, ხო? ამერიკა მოითხოვს, რომ მოგვეცითო ისო. კი, მოლაპარაკებების უცხელი ის არის დენუკლეარიზაცია და 50 კილო თუ რაღაცა და ეს იქნება ნიშნავს, რომ ახლა მე არა ვარ ფიზიკოსი და ასე ვთქვათ, ამის სპეციალისტი, რომ 10 წლეულებით გადაიწევს, რა თქმა უნდა, თუ იგივე რეჟიმია, ის მაინც შეეცდება, მაგრამ დიდი ხნით გადაიწევს, ხო? და თუ ეს არ მოხდა და დარჩა იმას, მაშინ რამდენიმე წელი, ნუ იმას ბეტონებს მოაცილებენ, ამოიღებენ, ნუ ბევრი ფიზიკოსი მოკლა ისრაელმა, მაგრამ ახლები გაიზრდებიან და გააგრძელებენ მუშაობას იმ ბირთვულ პროგრამაზე. გამდიდრებული ურანითაც რთული არის ესე. არა, მე არ ვაქვს, რომ ადვილია, როგორც თქვი, მე ნამდვილად არა ვარ. შეფასება, ანუ ფაქტობრივად რა იყო, რა მოცემულობა იყო, რა არსებობდა, რომ არსებობდა ბირთვული პროგრამა, ჰქონდათ ასობით კილოგრამი გამდიდრებული ურანი, 60%-იანი და მოვიდა ტრამპი, მოვიდა ფლოტთან ერთად, ეგ არის მაგაზე მინდა რომ ყველა ფლოტთან ერთად, ფლოტი. დიახ, მოვიდა ტრამპი, ბირთვული პროგრამა იყო და ხოისაუცრება ბირთვული პროგრამა აღარ არის. მოკლა ყველა მეცნიერი, ვისაც კი ოდესმე საერთოდ ურანი გაგონილი ჰქონდა ესეთი სიტყვა, მოკლა ყველა ადამიანი, რომელსაც რაიმე სახის შეხება ჰქონდა ამ პროგრამასთან, ის ურანი, რაზეც იყო ამდენი იმედი რაღაცა აიათოლების აღმოჩნდა ნანგრევების ქვეშ და არც ერთ მოლაპარაკებაში, არც ირანის მოლაპარაკებებიც კი არ არის განსაზღვრული ის, რომ ან იმის შანსი, რომ ეს ურანი აქეთ არჩეს და ირანმა მის საკუთრებაში დაიტოვოს. აი, როცა ვახსენეთ ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ისლამაბადში მოლაპარაკებები, სხვათა შორის ეგ არის თქვენ რომ საუბრობთ ამ შემთხვევაში მინიმალურ მოგებაზე ან სარგებელზე, ან ის რომ ტრამპისათვის ეს გამარჯვება არ არის, ან შეუძლია თქვას რომ გამარჯვება, თუმცა სრულად გამარჯვებული ესეთი ვერ იქნება. ჩემი აზრით, მანდ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მოცემულობა სხვა რაღაცაზე მეტყველებს. რთული წარმოსადგენია წარმოვიდგინო ქვეყანა, სადაც ათეულობით წელი არსებობს დიქტატურა, არსებობს ერთი სულიერი ლიდერი, რომელიც ყველაფერს მართავს. მიუხედავად ფორმალურად პრეზიდენტი ჰყავს ირანს, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ
ერთი ადამიანი იღებს აბსოლუტურად ყველა დონის ყველა გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი პირველივე დღეს აღარ იყო. ჩვენ ნახეთ რა საოცრება მოახდინეს მათ ვენესუელაში და მე ვნახეთ რომ 40 დღის განმავლობაში ირანი სოფლიოში და რეგიონში უძლიერეს მოთამაშიდან კვლავ ეს არ არის პირველ შემთხვევაში ირანისთვის კვლავ იქცა რაღაცა მიწასთან გასწორებულ უბადრო ქვეყნად. არც ერთი მოლაპარაკებებით ეს ურანი არ რჩება ირანში. ის რაზეც დაიწყეს მაგალითად რაც განმაპირობებელი გახდა ისლამაბადში მოლაპარაკებების დაწყებისა, ეს იყო ირანის შემოთავაზება, ირანის 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ტრამპმა მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაც ბენეფიტებს გულისხმობდა ამერიკისთვის და ისრაელისთვის, თუმცა ბუნებრივია ირანისთვისაც, საერთოდ სანაგვეში მოისროლა და დაიწყო საუბარი მის 15 პუნქტიან გეგმაზე და ამაზე ცოტა ვცლად შეგვიძლია ვისაუბროთ. საომარი მდგომარეობაა, თან საომარი მდგომარეობის მიღმა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ შიდა არეულობაც არის ამ შემთხვევაში ამერიკაში რა. მაგალითად ISIS რეიდები, რაც გულისხმობს ის, რომ ტრამპის რეიტინგი კლებულობს და კლებულობს ამ მიმართულებით თუნდაც. ანუ ეს არის კიდე ერთი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება რეიტინგი დავაკოთ, ხო და როგორ შეიძლება ვსაუბრობდეთ კოჭულ იხუზე, როცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუნდაც შიგნით, თუნდაც გარეთ, ტრამპის რეიტინგი სტაბილურად 43%-ზე მერყეობს ეს საომარ მდგომარეობაში და მესმის, რომ ობიექტური არგუმენტაცია შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ მაგალითად თვითონ რესპუბლიკელებიც, ვინც პირდაპირ მნიშვნელობით ყვიროდნენ იმას, რომ ბრავო ჩვენ, ბრავო ტრამპს, ბრავო პენტაგონს, ბრავო FBI, CIA, ის რომ ჩვენ რაც შევძელით ვენესუელაში, ეს იყო 10-დან 10. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებთ ჩვენ და რასაც ახლა ბატონი დონალდი აკეთებს გრენლანდიაში, ეს არის უდიდესი შეცდომა და ჩვენ მას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს გასაგებია, უნებრივი მოცემულობა, როცა გადაწყვეტილებას იღებს საკუთარ პრინციპებზე და ღირებულებებზე, მაგრამ ეს არა რაღაცნაირად არასამართლიანი დამოკიდებულება ტრამპის მიმართ, რითი არის განპირობებული, რასაც ახლა ვაკვირდებით ჩვენ, რაიმე სახით მაინც ტრამპისთვის სასარგებლო არ არის, საიდან გამომდინარეობს? ნუ, ხო არ ვიცი, მე ასე ყოველდღიურ რეჟიმში არ ვუყურებ გამოკითხვებს, მაგრამ ნუ ჩემ როგორც მე ვიცი, გარკვეულად ეს ნეგატიურად ახდენს გავლენას, მაგრამ პირველ რიგში ეს ომი, მაგრამ მე და თქვენ ახლა აქ რომ ამ ოთახში რაზე შევთანხმდებით ან ვერ შევთანხმდებით, ეს არ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ანუ ობიექტურად რამდენად ძალიან დაზიანდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომ თუ უბრალოდ ძალიან დაზიანდა, ხო, პრაქტიკულად ამაზეა კამათი, ხო? ანუ რაც ჩავთვლით მიღწევათ და რაც ჩავთვლით საკმარის მიღწევათ და რაც ჩავთვლით ნაკლებ მიღწევათ, ხო? ანუ ჩემი აზრით ტრამპიც ასე უყურებს, რომ არა მარტო ის, რომ ობიექტურად რა შედეგი დადგა, არამედ როგორ გამოჩნდება ეს, როგორ შეფასდება ეს, ხო? თორე ტრამპის ინსტინქტი არის ეს, ჩემი აზრით, რომ გამოვიდეს გამარჯვებული. ტრამპის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის ცენტრი არის ტრამპი, რომელიც მაგარია და წარმატებებს აღწევს და შედეგებს აღწევს და შედეგებს დებს. და ნუ ჩემი აზრით ფაქტია ტრამპის ქმედებებიდან გამომდინარე, რომ მან ის არ თulis, რომ ეს შედეგი საკმარისია, იმიტომ რომ ნუ შეეძლო ომი დაემთავრებინა და გამოეცხადებინა გამარჯვება პრინციპში, მაგრამ ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ახლა რომ ომი დაამთავროს, ის ხალხით, ვინც მას ხმა მისცა და ასე ვთქვათ, ხარს უჭერდა, ბევრი ჩათulis, რომ ეს შედეგი არის არასაკმარისი და ეს არ ღირდა იმათ რაც ომის დაწყებათ არ ღირდა და რომ თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ირანი ყველა ვარიანტში წაგებულია, ხო, იმიტომ რომ ახლა რაღაც შეუდარებელია დონე ამერიკის და ისრაელის უნარის, სამხედრო უნარისა და ფლოტიც განადგურებული 150 კილომეტრით და ბევრი რამე გაუნადგურდა, ის პროგრამაც შეუფერხდა, მაგრამ ეს სტრატეგიულად ირანისთვის, ხო, ირანისთვის მაინც გამარჯვება გამოდის, იმიტომ რომ რეჟიმი შენარჩუნდა, კი ბატონო, დაიხოცა ბევრი ხალხი, მაგრამ რეჟიმი შენარჩუნდა. ის, ასე ვთქვათ, არიხებს უკან იმაზე, რომ ბირთვული პროგრამა უნდა შეინარჩუნოს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანია და რაღაცა, სულ ამას ამბობდა, ახალი ამაში არაფერი არ არის, მაგრამ ეს მშვიდობიანი უნდა
შევინარჩუნო, ასე რომ ჩემი აზრით ეს პრინციპული საკითხია, რომ ის 450 თუ რამდენი კილოც არის, რომ თუ ირანი ამას შეინარჩუნებს, ეს კი მაინც შეფერხდა სერიოზულად ის ბირთვული პროგრამა, მაგრამ მაგ შენარჩუნებით აღქმის თვალსაზრისით რაღაც სახის გამარჯვება შეგვიძლია, მან გაიმარჯვა, რომ აი შეინარჩუნა. თუ ეგრე მოხდება. ხო, მაგას ვამბობ, თუ ეგრე მოხდება. ამიტომ და რომ არ მოხდეს ასე, უნდა დაიყოლიო ირანის ხელისუფლება დათმობებზე, რაც ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წონა, დიდი წონა შეიძინა ომის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის საკითხმა, რომელიც ისე ჩანს, რომ თლად გათვალისწინებული არ იყო თავიდან, იმიტომ რომ ტრამპს სწრაფი შედეგის მიღწევა იმედი ჰქონდა ვენესუელის სცენარის მაგვარად, რომ თუ რაღაც 10 კაცს თუ დავხოცავთ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობაში, მეორე 10 კაცი მიხვდება, რომ არ გვინდა მოკლა და ეგ არგუმენტი გასაგებია, თუმცა მაგ არგუმენტზე მე აპრიორი და ავტომატური ბუნებრივი რეაქცია მიჩნდება მე რა ანტიარგუმენტი მიჩნდება მაგ არგუმენტთან დაკავშირებით ის, რომ ვენესუელაში რაც მოხდა, რაც სპეცოპერაციაც ჩაატარეს, ეგ ხომ შემთხვევით არ მოხდა. ეგ იყო უამრავი, ჯერ ეს ერთი ათეულობით წლობით განმავლობაში ინვესტიციების რესურსის და იმ შემთხვევაში კონკრეტულად მაგ ოპერაციისთვის მომზადების ფინანსური რესურსის, ადამიანური რესურსის შედეგი, ანუ ეს არ იყო უცებ გაჩენილი და ჰაერიდან ჩამოვარდნილი, ეს იყო შედეგი, რომელიც კონკრეტულმა მიზეზებმა გამოიწვია. რატომ ირანშიც ასეა? ხო და აი ვენესუელას სცენარის გამეორება რატომ მოუნდებოდა სხვაგან, სადაც ვენესუელას ვენესუელას სცენარის გამოწვევის მიზეზები არ იქნებოდა. ანუ ჩვენ საუბრობთ მე ეგ არგუმენტი მიჩნდება, რომ აი მაგალითად ის რომ აი თქვენ ახსენეთ ხა რომ სწრაფად უნდოდა. გასაგებია, ეპიკური რისხომ საბოლოო ჯამში მისიის შეასრულა და მაგის იქით ეპიკური რისხვის იქით შედეგი არის რა, რომ რეჟიმ ჩეინჯი, რომ ურანზე საერთოდ ლაპარაკი აღარ იყოს და რაზეც საუბრობთ, ანუ რაც თავიდან ვახსენე მე ის რომ სრუტე უკვე ფლოტი ჩაყენებული არის აბსოლუტურად, გადაკეტილი არის, სულ იზოლაციაში არის. ის ტომაჰავკები, რომელიც იყო და ხოთაშორის 2003 წელს ერაყში მაგის მე-13 გამოიყენეს, ამ 850-ზე მეტი დაიხარჯა ამ ერთი თვის განმავლობაში და ახლა თქვენთან კომენტარებშიც ვიპოვე მსგავსი ის აზრებიც, რომ ახლა გამოყვანილი არის ეს ხომალდები იმისათვის, რომ უბრალოდ შეიფსოს რესურსი ისევ და დაუბრუნდეს მის ადგილს. ხო და ამას ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს რაც მოხდა, ანუ ეს ადამიანები არიან ვინ, ხო? ჩვენ როცა ვენესუელას ისა ხუმრობით ამბობდნენ, რომ სულ ჯეიდი ვენსმაც კი არ იცოდა ამ ოპერაციის შესახებ და იცოდა სულ 3 თუ 4 ადამიანმა. როცა პირველ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსი, რომელსაც აქვს მთელი მსოფლიოს სამხედრო დანახარჯის 40%-მდე. ეს არის ასტრონომიული რიცხვი და ასტრონომიული თანხაზე არის საუბარი, რომელსაც აქვს აბსოლუტური წვდომა აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციაზე, ყველანაირ ადამიანურ რესურსზე, ანუ არ არსებობს რაღაცა, რაც კი არსებობს და არ შეიძლება ტრამპს ჰქონდეს მასთან წვდომა. ხო და აი ეგ ბუნებრივი რაღაცა წინააღმდეგობა მაქვს მე. როგორ შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა, რომ ვენესუელაში შრომა ჩაიდო და ამ შრომამ შედეგი გამოიღო, თუმცა თუ ირანში იგივე შრომას ჩვენ არ ჩავდებთ, ან არ გამოვა ამ შრომის ჩადება, იგივე შედეგს რომ ვერ მივიღებთ, ეგ როგორ შეიძლება არ იცოდეს ამ ადამიანმა, ან ადამიანმა ჯგუფებმა, იქ რუბიოს ვახსენებთ თუ იქ FBI-ის უფროს თუ ვიღაცას რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს როგორ ჯდება ლოგიკაში, ეგ მაინტერესებს, ეგ რომ პირველ რიგში მე ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, რომ ანალოგიური შრომა არ იყო ჩადებული ირანში. პირველ რიგში ისრაელის შრომა იყო ჩადებული ბუნებრივი მიზეზის გამო, რომ ისრაელთან ახლოს არის. შრომა იქნება, მე გულისხმობ ის, რომ 3 საათში დასრულებული იყო ყველაფერი. ანუ მე არ ვამბობ, რომ 3 საათში და მე არ ვამბობ, რომ 3 საათში დასრულების იმედი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ შეიძლება, არ ვიცი, გეგმით იყო თუ არა, რომ 3 საათში დასრულდებოდა იმ პოლიტიკურ შედეგს ვამბობ, გასაგებია, რომ 3 საათი ის იყო დელტას ოპერაცია, რომელმაც მადურო ჩამოიყვანა ამერიკაში, მაგრამ პოლიტიკური შედეგი რო დადგა, ამის გარანტია არც ვენესუელაში არ იყო, ხო, მაგრამ დადგა, ანუ ის დელსი როდრიგესი, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა მადუროსგან, იდეოლოგიით, ჩვევებით, ისეთივე პირსისხლიანი ადამიანი იყო, მეერარო ქალი იყო, სქესის გარდა არაფრით არ განსხვავდებოდა, უცებ გახდა ტრამპის მოკავშირე რა. თქვენი აზრით, აი მან ეს შეძლო მან და ეს არ მგონია რომ მას ზუსტად
დაახლოება ეს წინასწარ არ იქნებოდა გაწერილი თუ აი როდრიგესი რასიზმს მოდურო რო წაიყვანეს ეს წინასწარ იყო გაწერილი და შესანიშნავად რაიმე სახის მოლაპარაკებები უკვე როდრიგესთან და მადუროს წაყვანამდე არ ამგონია არა როდრიგესთან ახლა ხო არ გააფრთხილებდნენ რომ ისეთთან მადუროს წავიყვანთ ანუ იქნებოდა რაღაც სახის თანამშრომლობაზე იქნებოდა საუბარი წინასწარ ხო მაგრამ არა ნუ ჩვენ რაც არ ვიცით ამაზე არ იქნებოდნენ რომ აი მადუროს მოვიშორებთ და იმედი გვაქვს და ძალიან გვინდა ისე მოხდეს ჩემი აზრით იყვნენ კი ჩემი აზრით იყვნენ ხო და აი რანაირად წარმოგიდგენიათ რომ როდრიგეს ჩუმად ეტყვიან იცი მე მადუროს წავიყვან და აი მე შენ რო იქნები მე შენ აი ეტყვიან რომ ეგ ახლა ასეთი ოპერაციის წარმატება იმაზე იყო დამოკიდებული რომ თქვენ ამბობ GDMS-მაც არ იცოდაოდ ახლა როდრიგეს გააგებინებდნენ ეს არა ოპერაციას არა მას ეტყოდნენ ან რაღაც სახის ურთიერთობაზე იქნება საუბარი ის რომ თუ ის მადუროს მოადგილეა რა აზრი აქვს მასთან მოლაპარაკებას ხო თვითონ როდრიგესიც ხო ვერ გაიგებდა ამას ასე რომ ნუ ამ შემთხვევაში იღბალი ქონდა გარკვეულად შეიძლება ტრამპსაც რომ ასე ადვილად მოათვინიერა ეს როდრიგესი და პრეცედენტის ძალა შეიქმნა რომ აი ასეთი რამე შესაძლებელია და რა შეეხება წინასწარ შრომას აწლეულობით რა ვიცი ეს ისრაელი და მისი დაზვერვა სხვა რასაკეთებენ ხო ინფილტრაცია ხდება ყველგან და ნუ ახლა ზუსტად იცოდნენ სად არის ხამენეი სად არის ვიღაცა და ნუ როგორც ამბობენ რომ ნუ ბევრი ცნობა ამაზე სანდო რომ აი ომი დაიწყეს იმ დროს იმიტომ რომ იცოდნენ ზუსტად ხამენეი სად იქნებოდა და კარგი მომენტი იყო რომ დაერწყათ და ამან განსაზღვრა ომის დაწყების თარიღი ხო ანუ წინასწარ ეს იცოდნენ და ნუ მართლაც ახლა ერთი კაცი კი არა ყველა დარგის რაღაც ასე ვთქვათ ადამიანები დახოცეს ხამენეი მოკლეს და მისი ახლა რო არის მისი შემცვლელი შვილი კომაშიაო ამბობენ არ ვიცი ახლა ეს რა აი ვინ შეცვალა ნუ საჯარო დარჩება და გაჭრილიო და ნუ რო დაიჭრა იქ ხო შვილი იყო და იქვე იყო სადღაც ახლოს ხო სადაც მამამისი მოკლეს და რო დაიჭრა ირანელებიც აღიარებენ მაგრამ ეს რამდენად ძიმედ დაიჭრა ამას არ ამბობენ ხო ანუ მთელი ზედა ეშელონი მოკლეს და ნუ ძალიან რაციონალურია ხო სხვაში ამერიკელისთვის იმის ვარაუდი რომ ახლა შემდეგი ხალხი რომ მოდის ესე იგი იმათ რა აქვთ არჩევანი ან მომკლავენ ან დათმობებზე უნდა წავიდე და ნუ დათმობებზე წამოვა ხო რაციონალური ბიზნესმენია ტრამპი და ახლა ტრამპს რო ედგას ესეთი რამე ან მომკლავენ თუ დათმობაზე წავლენ და რას იზამს დათმობაზე წავა და ესეთი აი ვინ არ წავა და ირანის ხელმძღვანელობა აი არ წავიდნენ დათმობაზე არ წავიდნენ და საერთოდ წავიდნენ და ყოველ დროზე ეგ არ წავლენ დათმობაზე არა ვინც ცოცხალი დარჩა ის ხო არ წავიდა დათმობაზე ამაშია საქმე თორე ისინი კი ხო და ამაში ადო და ეს დათმობა ჯერ არ არის მიღწეული და ამიტომ ჰორმუზის სრუტე კი ბატონო გარედან ბლოკავენ მაგრამ ეს ხო არ არის მიზანი მიზანია ის რომ იმ ნავთობმა რა არის ირანის იარაღი ამ შემთხვევაში თავარი რომ ნავთობი ანუ რა ნავთობზე ფასები ხო რომ ტრამპი არ არის ირანის მმართველი ის არის ამერიკის მმართველი დემოკრატიული მმართველი და ხალხს რო გაუძვირდება ბენზინი და ეს დაბრალდება ტრამპს ეს მისთვის მიუღებელია მე ახსენებ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ეს იცის ირანმაც მაგრამ არა აი ამას ვერ ტრამპმა იცის ის რომ ამერიკა ენერგოუსაფრთხო და ენერგოდამოუკიდებელი რაც არის თვითონ მაგრამ ფასები იქაც იზრდება რა თქმა უნდა მაგრამ იცის რომ ის რაც ამერიკელი მოსახლეობისთვის არ იქნება მოსაწონი იგივე არის ირანისთვის მომაკვდინებელი ანუ მომაკვდინებელი რა მომაკვდინებელი გულისხმობ იმას რომ აი როცა აი კონკრეტულად წავიკითხა ყველა პორტის სრული საზღვაო ბლოკადა დაიწყო 13 აპრილს მესმის არა ვნახოთ რო იქნება რა იქნება ხო ვნახოთ რა იქნება მაგრამ ბლოკადა ხო ანუ მაგრამ რაც არის მომაკვდინებელი ამაშია საქმე რომ აი ერთ-ერთი კვლევა იყო. თუ კი ვერ ივაჭრეს ამ ნავთობით და თუ ვერ გამოიტანეს და თუ ვერ წაიღეს ხო, მაგრამ ეს არის სხვანაირი რეჟიმი, ხო? ანუ ის რაც დემოკრატიას კლავს, ხო, იმიტომ რომ ხალხი უკმაყოფილო იქნება, ის ირანს არ კლავს. ირანის რეჟიმი დიდი ხანია გადაგდებული უნდა იყოს, იმიტომ რომ საშინელ მდგომარეობაშია ირანი, მაგრამ მაინც არის. ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი უნდა იყოს, ხალხი შიმშილობს რეალურად, მასობრივად. მაგრამ არის ის რეჟიმი, ხო? ეს
ესეთ კვლევებია, რომელიც აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულებში არ მახსოვს ახლა რამდენი ათწლეულია აღებული, როცა არის სამხედრო კონფლიქტი ძლიერსა და სუსტ შორის და ეს ძლიერი და სისუსტე ბუნებრივია იზომება, უფრო მეტ შემთხვევაში სუსტი იგებს. რატომ? იმიტომ რომ ძლიერი არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანას ტკივილის ზღურბლი აქვს დაბალი. ანუ პატარა ტკივილსაც ვერ იტანს, ხო? ძალიან ბენზინი თუ ძალიან გაძვირდა დიდი ხანი, ის მთავრობა ეცემა მერე. და იმ სამხრეთ კორეას და ირანს, ნუ ტკივილი არ ატუხებს იმდენად. ხო, თუნდაც მეორე მსოფლიო ომში, ხო? სტალინს შეეძლო რამდენი ხალხის უნდა დაეხოცა საკუთარი. გაეშვა მოსაკვდინებლად, რამშოლო აქ ბევრი ხალხია დაიხოცება, ვის დარჩება, თავია გავიმარჯვოთ. ამერიკელები და ინგლისელები ითვლიდნენ, რომ აი აქ დიდი მსხვერპლი არ შეიძლება, ხო? და რაღაცა და ეს მენტალიტეტია განსხვავებული, ანუ ირანი მეტს იტანს ვიდრე ამერიკა. და ეს არის მისი უპირატესობა. ხო, სანამ კი შეიძლება იქაც შეიცვალოს ხელი ხალხი აჯანყდეს, მაგრამ იმდენი ის იყო, ხო? ნუ იქნება მაგის იმდენი გამოსვლა იყო და არაფერი არ გამოვიდა. 30000 კაცი დახოცეს. იმდენად განსხვავებულ ამბავს უყურებთ ჩვენ, რომ ვენესუელაში საერთოდ მსხვერპლის გარეშე და ახლა მთელი ამ დროის განმავლობაში 13 ადამიანი გარდაიცვალა, რაც არის, ნუ მსხვერპლად, თუმცა თუ დავაკვირდებით ჩვენ მთელი მსოფლიო როგორ აკეთებს და როგორ აწარმოებს ომს და მთელი ისტორია რამ მსხვერპლს იწვევდა ხოლმე ომი, არ ვიცი, უკრაინა რუსეთში მილიონობითისა და აქ 13 ადამიანი და წარმოვიდგინეთ, ტრამპს პირდაპირ უთხრეს, რომ შესაძლებელი არის აღება, თუმცა ეს აღება მოითხოვს დროს და მსხვერპლს. კი ბატონო, ეს არის პრობლემა, კი. აქ არის ზუსტად ალტერნატივა ის, რომ ის რისი მოპოვებაც ბლოკადით, რისი მოპოვებაც დაბომბვით, რისი მოპოვებაც არ ვიცი, ყველაფრით შეიძლება ისე რომ არ გაწირო ამერიკელი სიცოცხლე და ამერიკული სიცოცხლე და ამ შემთხვევაში ის რისი დაკარგვისაც ასე ძალიან ეშინიათ, რატომაც არა და ამას ჩვენ ვაკვირდებით ის რომ როგორც ესეთი წარუმატებელი მომენტი ჯერ არ ყოფილა მოკლედ რა. რასაც ვაკვირდებით თქვენთან ამ შემთხვევაში მე თქვენ სხვა პოზიციებს არ ვიცნობ, თუმცა რასაც ვაკვირდებით ამ ადამიანთან 2016 წელი იქნება ეს თუ 2020 თუ 2024 და აქ საინტერესო გამონათქვამი მახსენდება რომ ტრამპი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იქნებოდა თუ კი შედეგებს არ შევხედავდითო და შედეგებს არ გავითვალისწინებდითო და ყოველ ჯერზე ეს ადამიანი შედეგებით ამტკიცებს იმას რომ რასაც ამბობს საბოლოო ჯამში აკეთებს და ყველა არა მარტო რესპუბლიკელი, არა მარტო ტრამპისტი ჭყალებში, არამედ ყველა ამერიკელი მოქალაქე რჩება კმაყოფილი იმით, რასაც ეს ადამიანი აკეთებს. კი ბატონო, ყველა ჯერზე არ არის ასე. ტრამპი მოვიდა მახსოვს 2016 წელს რომ მოვიდა, თქვენ შეიძლება ისე კარგად არ გახსოვდეთ, ბუნებრივია. თავარი მისი საგარეო პოლიტიკური დაპირება იყო ჩრდილო კორეასთან შეთანხმება. და შეხვდა იმ რაც ქვია კიმ ჩენ ინი და აქო რა კარგი კაციაო და ხო კი ბატონო, მაგრამ ის ხო ამბობდა რომ ამას მივახცე, ვერაფერს ვერ მიაღწია, ანუ ეს სამი შეხვედრა ვერ გაანება თავი, მაგრამ ვერანაირი ის ვერ პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში. არა, ნუ მე რა ხელის ჩამორთმევა მიღწევა? ნუ მშვიდობა. არა, მშვიდობა ისედაც იყო, კაცო. ის ამბობდა რომ ვირტუალ იარაღს რაღაცა დათმობებზე წამოვიყვანდა, არ წამოვიდა ის დათმობებზე და ამან თავი გაანება. სისთან ჩინელებთან, ხო, ნუ პირველ მოსვლაზეც და მეორე მოსვლაზეც, ასე ვთქვათ, ტრამპის, ნუ ზოგადად ეს ნუ მარტო ტრამპის აზრი არ არის, მთელი ამერიკული ისტებლიშმენტის აზრია, რომ თავარი მოწინააღმდეგე ამერიკა არამედ ჩინეთი და სწორია, ობიექტურად სწორია, კი ბატონო. მაგრამ ნუ მისი დაპირება ხო იყო რომ რაღაცნაირად ესე ჩინეთს წამოიყვან რაღაც დათმობებზე, რომ მე მაგარი ვარ და წამოიყვან. ნულოვანი დათმობები ჩინეთის მხრიდან, არაფერზე არ წამოსულა. ჩინეთი და მოწინააღმდეგესთან თუ შესაძლებელია ხო, მაგრამ ის ხო გვეუბნებოდა რომ წამოიყვანო და რაღაც ტარიფები დაუწესა, სიმ უთხრა რომ რაღაც მინერალებს აღარ გამოგიგზავნი და უკან წაიღო ისევ ის ტარიფები და ისევ დაბრუნდა ისევ მდგომარეობაში. ახლა რუსეთ-უკრაინის ომი თქვა რომ რომოვალ ერთ კვირაში დავამთავრებო. მე რომ ყოფილიყავ პრეზიდენტი არც დაიწყებოდაო.
ხო, ეგ სხვა საკითხია. ამას ვერ შევამოწმებ. არ შევამოწმებ. არ იყო პრეზიდენტი. შეიძლება მართალია, მაგრამ ვერ შევამოწმებთ, მაგრამ იმას ხო ვამოწმებთ, რომ არ დამთავრებულა რუსეთ-უკრაინის ომი და აშკარაა, რომ არც პირი არ უჩანს. ხო, ბევრი საკითხია, რომელშიც მიაღწია წარმატებას, აბსოლუტურად გეთანხმებით, ბევრი საკითხია, რომელშიც ვერ მიაღწია წარმატებას. ჯერჯერობით აღქმა აი ამ ოპერაციისა არის ის, რომ რასაც დაგვპირდა, რომ რაღაცას რეჟიმის შეცვლას არ დაგვპირებია და არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ მან ის დაგვპირდა რეჟიმის ქცევის ცვლილებას. ხო, ამას ნამდვილად დაგვპირდა. ცვლილებას დაგვპირდა მოკლედ. ხო, და ეს ცვლილებასთვის არ მიუღწევია და ახლა ბლოკადის ეტაპზე ვართ. ხო, შეიძლება წარმოვიდგინოთ და რომ იმ რაღაც კუნძულების აღება მოხდარიყო, ხო და ეს იქნებოდა მართლა კონტროლი ჰორმუზის სრუტის, თუმცა შეიძლება სვერპლის ფასად და გაჭიანურების ფასად, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ და ბლოკადა განსაზღვრების თანახმად ბევრ დროს მოითხოვს. გააჭიანურებს საქმეს და ამასობაში ნავთობის ფასები კიდე გაიზრდება. და არჩევნები მალე მოდის. ასე რომ ეს მას არ ატყობს. ამიტომ მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გარდა ამისა, ამით ტრამპი ღალატობს თავისავე, ასე ვთქვათ, ზოგად იმას, რიტორიკას არა მარტო რიტორიკას, დაპირებას და ესე იგი, რა ქვია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც მიიღეს, რა ვიცი, ნოემბერში მე მგონი, ხო? თვითონ კი. ხო, თვითონ მათ მიიღეს და ზუსტად საპირისპირო საკეთებს იმ კონცეფციის ეს. კონცეფციაში იყო, რომ აი ჩვენი საქმეა, ასე ვთქვათ, ჩვენი ნახევარსფერო, ამერიკა, ვენესუელა ჯდება იმ კონცეფციაში და მთელი მისი რიტორიკა პირველად რომ მოვიდა და მეორედ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ეს far away wars, გაჭიანურებული ომები სადღაც შორს ამერიკიდან, აი ეს არ იქნება ჩემს. ამიტომ ამ ომის გაჭიანურება გაჭიანურება და პლუს ამას ისეთი გაჭიანურება, რომელიც მოიტანს სხვერპლს, ადამიანის სხვერპლს და ჯერჯერობით შედეგი რიგითი ამერიკელისთვის არის ბენზინის ფასების მომატება, საკმაოდ მტკივნეული, ხო? ეს არანაირად ის ვერ გაყიდის ამ ეტაპზე ომის წარმატებით დამთავრებას და ამიტომაც არ ამთავრებს, თორე იტყოდა რომ, რასაც თქვენ ამბობთ, იმას იტყოდა რომ ის გავანადგურე რაკეტები, შევაფერხე ბირთვული იარაღი და მეტი რა გინდათ. დავამთავროთ ახლა, მოვიგე. ირანიც იტყოდა მოვიგეო, მაგრამ საზოგადოება რაც იტყოდა, მოიგო, არა იტყოდა რომ აი ტრამპმა დაზადნა, ვერ მიაღწია შედეგს და სისუსტე გამოიჩინა და ეს არ შეუძლია ამ კაცს ამის მიღება და ამის ალტერნატივა არის ომის გაჭიანურება. ამის ალტერნატივაა რომ სანამ გაჭიანურებულია ნავთობის ფასები კიდევ უფრო იზრდება და ესეც ცუდი, ორ ცუდ არჩევანს შორის ჩაიგდო თავი ტრამპმა და ეს აი ამ არ ვიცი ვენესუელის ოპერაციის შესახებ იცოდა, მაგრამ არის სარწმუნო ცნობები, რომ თქვათ აი ამ ომში GDP-ს იყო კატეგორიული წინააღმდეგი, იტყოდა რომ მე შენი კაცი ვარ და თუ დაიწყებ ომს, მე რა თქმა უნდა მხარს დაგიჭერ, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არასწორია და თანმიმდევრული იყო GDP-ს. GDP-ს იყო აი იმ უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში. ერთგული და რუბიო ამბობდა რომ, რუბიოს ორჭოფული პოზიცია ჰქონდა, რომ აი ეს რა ქვია, რეჟიმის შეცვლა და ეს არ გამოვაო და მაგას ვილაპარაკებთო, მაგრამ რაღაც იქ რაღაცა მიღწევები გვექნებაო და ერთადერთი ვინც ცალსახად მომხრე იყო ჰექსეტი, რომელსაც ჰექსეტი ოღონდ დაუეკითხება, ხო. ჰექსეტი იყო, რასაც ეტყვის ტრამპი, იმას ყველაფერს. ერთი საკმაოდ ამბიციური ტრამპთან მიმართებაში ისევ და ისევ კითხვა მექნება და შემდგომში ნელ-ნელა მიუახლოვდებით დასასრულს ჩვენი დიალოგის. ესეთი გეცოდინება თქვენ კონცეფცია იყო ნიქსონის გიჟის თეორია. კი, არის ეს, კი. რაც გულისხმობდა მაყურებლისთვისაც რომ იყოს გასაგები, რომ ნიქსონის მიერ ქმედებებით თუ სიტყვებით იმის ჩვენება და იმით პრევალირება, რომ ის იმდენად ირაციონალური გადაწყვეტილების მიმღები იყო, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო გამოიყენებინა ატომური იარაღი და ამ ირაციონალურობის ჩვენებით, მოკლედ ის
დათმობებზე, მას დათმობებზე მოჰყავდა საბჭოთა კავშირი და სხვა მოწინააღმდეგეები და ეს მინდა რაღაცნაირად დაუკავშირო ტრამპს, მოკლედ. მისი ერთის მხრივ სახე, რაღაცა სხარტი, დაუფიქრებელი თუნდაც ან რაღაცნაირი მოკლედ ლიდერის, არაპროგნოზირებადი ლიდერის ამბავი მსგავსი ხომ არ არის ნიქსონის და რეიგანსაც ქონდა რეიგანის გაგრძელება არის. მე მართალი გითხრათ ამ კონცეფციას ნიქსონს ვერ უკავშირებ, იმიტომ ნიქსონი როგორც იქცეოდა, ის იყო ძალიან ისეთი დათვლილი პოლიტიკოსი და რაციონალური პოლიტიკოსი და სულაც არ იყო ასეთი არაწინასწარმეტყველებადი. შეიძლება ეს თეორია, კი ვიცი ეს თეორია, მაგრამ მისი გენეზისი ახლა არ მახსოვს. მაგრამ ტრამპს ჩემი აზრით არა მარტო მიუდგება, არამედ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ამას შეგნებულად იყენებს, ასე ვთქვათ, ანუ შეგნებულად იქმნის გიჟის სახელს, რომ გის ყველა ერიდება. მაგრამ ასეთი ტიპი როა, ასე ვთქვათ, სოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერი, ცხადია მოერიდებიან და ხანდახან იმუშავა ამან. პანამაში რაღაც რო თქვა თავიდან სულ პირველად რომ მოვიდა პრეზიდენტად, პანამა მეგრევე დაუთმო. ახლა პანამა ვინ არის, ხო? ცხადია დაუთმო. სრუტე არის. გრენლანდიაზეც რაღაც პრინციპში სიგიჟეს ო, გრენლანდიაზე სიგიჟე იყო ცალსახა, რასაც ლაპარაკობდა. მირთულდება რომ რაღაცა დავითა. ხო. და პრინციპში ჯერჯერობით შედეგი არ დაუდია, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცნაირად, გარკვეულად ევროპის მიმართ მუშაობს ეს სიგიჟეს თეორია, რომ რა ვქნათ ახლა ევროპა უნდა მოვიდეს გონზე. ევროპა გარკვეულად მოვიდა გონზე იმ თვალსაზრისით, რომ ეს ამერიკის იმედი არ უნდა გქონდეს და მანამდე 2% ამერიკის იმედი, როცა თვითონ არ უდგებიან გვერდში. არა, ეგ ფასაკითხია. არ უდგებიან, ახლა არტის უდგება 1 და 2% რო აქვს, ხაი 5%-ის მაგივრად. გასაგებია და ეს მიღწევაა სერიოზული, ხო რომ? 2% იყო სახვეწარი და ახლა თვითონ ამობენ 5%-ს დავხარჯავთო, ხო? ახლა ძალიან დიდი განსხვავებაა. და ეს სწორედ ამ ტრამპმა თავისი სიგიჟით მიაღწია, იმიტომ რომ ტრამპისნაირი ხალხის იმედი ვერ გვექნება. ანუ ევროპა რატო ხარჯავდა 1%-ს? იმიტომ რომ ამერიკის იმედი ჰქონდა და ტრამპმა რო უთხრა, ნუ გექნება ჩემი იმედიო, ხარჯავს მეც, სრულიად ლოგიკურია, მაგრამ მანამდე ყველა ეუბნებოდა რომ მეტი დახარჯო, ობამა განარეუბნებოდა რომ მეტი უნდა დახარჯოთო, მაგრამ არ უჯერებდა. ყველა ეუბნებოდა. ხო, მაგრამ ტრამპი ისე მოქმედებდა, რომ დააჯერა, რომ მართლა უნდა დახარჯოთ და მართლა ხარჯავენ ახლა. ხო, ანუ ეს ამ გიჟის თეორია მიმუშავა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს გიჟის თეორია ცვდება, იმიტომ რომ ყველა სიგიჟეს აქვს თავის ლოგიკა. ხო, ტრამპის მეთოდი არის ის, რომ მაქსიმალურად მიაწვეს, რაღაცა დაემუქროს, ხო, როგორც ეს მისი პოსტი იყო, რომ ირანულ ცივილიზაციას გავანადგურებს საერთოდ. სხვადასხვა აი თქვენ და მეორე დღეს მოლაპარაკებები დაიწყო. მეორე დღეს, ესე იგი, გააუქმა. არა. იყო პოსტი მუქარა. ხო. ოღონდ ეგ იყო უკვე ფაქტობრივად ომის შემდეგ, ანუ ნაბიჯი მოლაპარაკებებამდე ერთი ნაბიჯი არის ეგ პოსტი ზუსტად. ხო, არა, ესე იყო, მაგრამ იმუშავა ახლა ამის ამ პოსტის გარეშე რომ ანუ მოლაპარაკება მუქარა და ულტიმატუმი იყო, მუქარა გულისხმობდა ესების და რაღაც სადგურების დაბომბვას და სრუტე გაიხსნა, მოკლედ ამ მუქარამ იმუშავა და მეორეს მხრივ იყო მუქარა რომ ცივილიზაცია განადგურდებაო და მეორე დღეს იწყება ისლამაბადში 21 საათიანი მოლაპარაკება. ვერ არ ჩანს რამეს მიაღწია. ხო და ირან მოლაპარაკებაზე წამოვიდა თვითონ ირანი და ინიციატორი რო გახდა. მოლაპარაკებაზე წამოვიდოდა ისედაც ეს არ არის მიზანი მოლაპარაკებაზე წამოყვანა. გააჩნია რას გულისხმობს ეს მოლაპარაკება. მიზანი არის დათმობების მიღწევა და ჯერჯერობით არანაირი დათმობა არ არის მიღწევა. აი მაგის თქმა მინდა ზუსტად აი წაგიკითხეთ ანუ ეს მუქარა როდესაც ბევრჯერ აკეთებს ამას რომ მუქარა უშვებს რაღაცნაირად და მე ეს მუქარა თუ არ მუშაობს მე უკან იხევს ხო ეს ისინი სწავლობენ რომ ეს რაღაცებს ლაპარაკობს ეს ტრამპი მაგრამ მე უკან იხევს ხო ნუ ეს ცნობილი ტაკო რომელიც შეიქმნა ტრამპ always chicken south ხო ეს სამართლიანი არ არის, იმიტომ რომ ხანდახან არ იხევს უკან. ხო, მაგრამ ხშირად ტარიფებზე ჩვეულებრივად იხევდა უკან. ნუ ეს ტარიფების ამბავი რა იყო, არც მინდა. ხო და ამიტომ ეს ამავე დროს ეს გიჟის თეორიას ეს ნაკლი ის აქვს, რომ ეს
იმიჯით ჩდება, რომ ტრამპი სერიოზულად არ უნდა მიიღო ტრამპის ლაპარაკი. ხო? და ამიტომ ეს ვიღაცაზე მუშაობს, სუსტზე მუშაობს, კი ბატონო, მაგრამ ჩინეთზე არ მუშაობს, თქვა, რუსეთზე არ მუშაობს. ჯერჯერობით ირანზეც არ მუშაობს, ხო? და ეს ამაზე თუ არ მუშაობს და პანამაზე მუშაობს, ნუ ეს არ არის. მაშინ არ ყოფილა მთლად ეფექტური. ნუ ირანზე მაშინ ნახავთ ირანზე რომ ირანზე ჯერ ადრეა, მაგრამ ამ დღეისთვის ჯერ არ მუშაობს. ხო, ჯერჯერობით არ ჩანს რომ მუშაობდეს და ამიტომ ნახოთ, რა თქმა უნდა, ნახოთ. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ეს ომი დამთავრდება ამერიკისთვის ცუდი შედეგით. მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ დამაკმაყოფილებელი შედეგი არ მიუღია ტრამპს. სიამოვნებს ხოლმე საუბარი და მით უმეტეს ამ თემაზე საუბარი, მადლობა მინდა ამისათვის გადაგიხადოთ და მადლობა სტუმრობისათვის. წარმატებების.